შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო წარმოგიდგენთ ახალ და საინტერესო წიგნებს. პროექტი მომზადებულია სტუდია კოცის ბაზაზე. ნოდარ მაჭარაშვილი მოსკოვი თბილისი გამიღე რა კარი მე ვარ დაუძახე დარაჯ ვიქტორას პანოვის ბარვიხის სახლის უშველებელ ჭიშკარს რომ მივადექი გასაღები არა მაქვს აბა ვისა აქვს დარაჯი შენ ახარ და რა ვიცი წაიღო და წავიდა ვინ ანდრეი Ho, Andrei. Dacva sad არის? Ყველა გაუშვა. დღეს დაისვენეთ. არ მჭირდებითო. რა ხდება? დღესასწაულია რამე. რა ვიცი. ცხოლით დაასვენა. დავა დაჯდა საჭესთან. აბა როგორ შემოვიდე? დაურეკე. ხკითხე. მობილური ავიღე და პანოვის ნომერი ავკრიფე. ისმენ გამარჯობა გასაღების დატოვება დამავიწყდა ვიქტორასაც არა აქვს ხო არა ცივად მოუჭერი ბიჭო დაცვის ბიჭებიც გაშვებული მყავს ის დაქლიავებული გელა არ არის არა არის მაგრამ გასაღები არა აქვს კაი დამელოდე 40 წუთში მოვალ და აქვე ვარ რა გორკის 8-ში. კარგი. პანოვის ეზოს ღობე იმ სიმაღლე იყო. მე კი არა ხერგიანი ვერაძვრებოდა. კაუჭიანი თოკიც რომ მომეტანა, მაინც ვერაც გავხდებოდი, რადგან ღობის ზემოთ განლაგებული ელექტრული მავთულხლართი იმდენ ვოლტს ირტყმევინებოდა უსაფლავოდ დარჩენა გარანტირებული მქონდა. ჩემს კვალს ვეღარ იპოვიდნენ. რაო? გამომძახა კედლის იქიდან დარაჯმა. 40 წუთში მოვალო. დაუცდი? აბა საწავალ, დაუცდი, სხვა რა გზაა. კიდევ კარგი ზამთარი არ იყო, თორემ გაყიდულ ბარვიხაში 40 წუთი პანოვის ლოდინი ტანჯვა წამებად მეკცეოდა. თუმცა ვერც ზაფხულმა მიშველა, ვერც გადამწვანებულმა რუბლიოვკამ და ვერც ჩიტების ჭიკჭიკმა, რადგან 40 წუთი საათნახევრად გადამექცა, საათნახევარი კი 2 საათად. ისევ დაურეკე. მოვდივარ. მომახალა თავიდან მოშორების პონჩი და დამიკიდა. გადავრეკე და გამორთული ჰქონდა. ბალახზე წამოვწექი და იმდენი ხანი გავიდა ჯინსი გამიმწვანდა. ძვლები ამტკივდა და ნევროზი ლამის ფსიქოში გადამსვლოდა. მერე მოსაღამოვდა და გადაქანცულს ჩამეძინა. ადექიე ბიჭო, ადე. ფეხი მომარტყა ვიღაცამ ფეხზე. თვალი რომ გავახილე, ყანაში სარზე შემოცმულ საფრთხობელასავით წამომდგომოდა თავზე დარაჯი ვიქტორა. უკბილო პირი იმ ხელაზე დაეღო და ისე შემზარავად იღიმებოდა, რა იყო ვეღარ გამეგო. რა ხდება? კითხე წამოვჯექი და ნამძინარავი თვალები მოვიფშვნიდე. მოვიდა.
მინდოდა მეთქვა მოვიდა თუ არ მოვიდა ერთი მაგის დედაც მეთქი, მაგრამ პანოვის შიკრიკობაში გაწაფული და სახელგანთქმული ვიქტორა წამში მიურბენინებდა ენას და თავი შევიკავე. უკვე კაი ხნის დაღამებული იყო. გელოდება, ნასვამია, სასტუმრო ოთახში ზის. ეს სიტყვები რაღაც გამაღიზიანებლად გამაფრთხილებელი ჩურჩულით მითხრა. კაი ერთი. მიდი, გელოდება. აღარაფერი უპასუხე, წამოვდექი და სახლის ეზოში შევედი. მისაღებში გულმოღეღილი და სმისაგან აწითლებული ანდრეი პანოვი იჯდა. არც მოუბოდიშებია, არც ჩემი გარეთ დატოვებისაგან წუხილი ეტყობოდა, არც მომსალმებია და არც მით უმეტეს დალევა არ შემოუთავაზებია. ეგრევე ვისქესე, რომ ძია ხორენას გარდაცვალებამ ჩემდამი დამოკიდებულება გაუცივა. ალბათ სიტყვებს ეძებდა, როგორ მოვეშორებინე და დაეხვევინებინა ჩემთვის სახლიდან. მეც დავლევ ერთ ჭიქას. თქვი და ისე დავისხი, არაყი ნებართვას არ დაველოდე. ხსოვნა იყოს. ავწიე მაღლა ჭიქა და სულ მოუთქმელად ბოლო წვეთამდე დავლიე. ვისი? ხორენასი. რა ვიცი. ნათელში ამყოფოს ღმერთმა. ამ რა ვიციმ თლად გამიასმაგა მისდამი ბრაზი, რომელიც პატყობდი ნელ-ნელა დიდ ზიზღში გადამდიოდა. პანოს დამძრეული ჰქონდა. უდაცოდ დარჩენილს გამგელებული ქართველი კასტეტით წასდგომოდა თავზე. დაჯექი, რაც დგახარ, მითხრა და გვერდზე ჩაიჩოჩა. დავჯდები. რაღაც ვერ ხარ გუნებაზე. მთელი დღე ნიჩაბივით ამაყუდე ღობესთან და რა გუნებაზე უნდა ვიყო? კაი, ნატატიე. გამაღიზიანებელი უდარდელობით მომიბოდიშა, რაც თავიდან მოშორებას უფრო ჰგავდა, ვიდრე გულწრფელ სინანულს. დაგისხა? მისხია უკვე. კაი, ბიჭო, შენ ბოღმა ყოფილ ხარ. ძალიან. ვერ თმობდი ირონიულ ტონს. ჩერტიკოვოში უნდა გადაგიყვანო. შემდეგ გააგრძელა და დაწვრილებით დააწყო ჩემი გამგზავრების ვრცელი გეგმა, მაგრამ აღარ უსმენდი. იმაზე ვფიქრობდი, დამჯდარს მეგლიჯა თუ ფეხზე წამომდგარს. ჩერტიკოვო რუსეთ-უკრაინის გამყოფი სასაზღვრო სოფელია, რომელიც ისე შორს არის, ნაწყლის გარდა არც ერთი სიტყვა არ შეესაბამება მის ადგილმდებარეობას. მოსკოვიდან 2000 კილომეტრშია, შეიძლება 3-შიც. მოკლედ მასზე გადახვეწილი ადგილი ალბათ აფრიკის ჯუჯა სახელმწიფო ჯიბუტი თუ იქნება. ჩემი ბოღმა თუ ბრაზი ვულკანის კრატერთან ამოსანთხევად მოგროვებულ ლავას დაემსგავსა. სადაც იყო ნეაპოლის ვეზუვივით ამოვაფრქვევდი, დავიქუხებდი და მიწა შევძრავდი. მუშტზე წამოცმულ კასტეტს ოფლის დენამდე უჭერდი თითებს. ხელი ჟილეტის ჯიბეში მქონდა ჩაყოფილი. მისი ამოღება და პანოვის ყბის ჭახანი ერთი უნდა ყოფილიყო. ტელევიზორი არაა. მოვატანინებ ბიჭებს 1-2 კვირაში. შუქი ქრება ხოლმე შიგადაშიგ, მაგრამ ბებია ჩემის ნაქონი 3-4 ნავთის ლამპა უნდა იყოს იქვე სადღაც. თუმცა გათბობა შუქზეა და ეგ არის ცოტა ცუდი, მაგრამ ჯერ ბაბიელეტაა წინ და ყინვები არ უნდა იყოს. ალბათ. ხვალვე წაგიყვანენ ბიჭები. შენ მანამდე წადი, წამოწექი, დაისვენე.
გმადლობ რჩევისათვის, მაგრამ საკმარისად ვიწექი ბალახზე. გელა! ატეხა გამაყრუებელი ბღავილი. გელა არსად ჩანდა. სად გაქრა ჩემისა? გელა! სანამ ყვიროდა იმაზე ვნერვიულობდი, დარტყმით რომ ვერ გამეთიშა, მერე რაღა ოხრობა მექნა და სად ჭირში გავქცეულიყავი. ნოკაუტის გაკეთების შემთხვევაში უცბად მივირბენდი გასასვლელ ჭიშკრამდე, სანამ არყით გამომტყვრალი ვიქტორა მიყრუებულ კუთხეში აყუდებულ თოფამდე მიაღწევდა. მასაც წამში მოუნგრევდი ცხვირპირს და მორჩა, ყველანაირი დაბრკოლება გადალახული მექნებოდა. გელა! ამას ვუჩვენებ ახლა სეირს. ხმამაღლა ძახილს წაჩურჩულებული მუქარა მიაყოლა და ოთახიდან გასასვლელად ფეხზე წამოდგა. მე წამოვდექი. მოიცა, რა იყო? შეჩერდა და რომ მოტრიალდა, ჭერზე ჩამოკიდებულ საკრივო ტომარას მივამსგავსე. შენი დედა შევეცი. შეგინება და დარტყმა ერთი იყო. ყბამ ისეთი ჭახანი გაადინა, თითქოს კარადის ბოლო თაროდან თეფში გადმოვარდა და ორად გაიპო. პანოვი სანახევროდ იყო ნოკაუტირებული. ამიტომ სანამ წამოდგებოდა ჭიშკრამდე მისარბენა ძალიან ცოტა დრო მქონდა. ღობესთან მდგარი ვიქტორა საკასტეტეთ ვერ გავიმეტე და ხელი ღავკარი, მაგრამ უცბად გამახსენდა, რომ ჩემდა საუბედუროდ ჭიშკრის გასაღები პატრონს ჰქონდა. გადაზრომის შანსი ელექტრონული მავთულხლართის გამო ნულს უდრიდა. ამასობაში ვიქტორამ თოფამდე მიაღწია და ყბა გადახსნილი პანოვიც გამოვარდა გარეთ. თავქუდ მოგლეჯილი უმისამართოდ გავიქეცი და გარაჟის უშველებელ ჩარაზულ კარებს მივაწყდი. მახსოვდა გარაჟის უკან გარეთ გასასვლელი იყო, თუმცა ეს არაფერს მაძლევდა, რადგან გარეთ გასასვლელად ჯერ გარაჟის შიგნით შეღწევა იყო საჭირო. ორესროლო! მესმოდა პანოვის ყვირილი, რომელიც თოფ მომარჯვებულ ვიქტორას ჩემს მოკვლას უშლიდა. აქეთ, ბიჭო, აქეთ, ჩემკენ გამოიქეცი. მომწვდა გელას ძახილი, რომელიც ეზოს მარცხენა კუთხეში წელმოხრილი მიქნევდა ხელს. სირბილისაგან და მღელვარებისაგან მუხლებში ძალა გამომეცალა, მაგრამ პანოვის კლანჭებში ჩავარდნის შიშმა ელვის სისწრაფით გამაჩინა გელასთან. დროზე! გაყვიროდა ჩემი მშველელი და ახლა უკვე მარჯვენა კუთხის მიმართულებით მივქროდით. გელა წინ, მე უკან, პანოვი და თოფიანი ვიქტორა ჩვენ ფეხდაფეხ. გალიაში მჯდარი ხანის საჭმლის ჯამთან აღმოჩნდი. ძაღლის ყეფამ ისე გააყროა იქაურობა, რომ ჩვენი და ჩვენს მდევართა გადაადგილება მუნჯკინოს დაემსგავსა. კიდევ კარგი ქოფაკი თავისი ბეტონისაგან აშენებული სამყოფელიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. დღემდე ჩემთვის შეუმჩნევლ ღობის იმ ნაწილამდე მივირბინეთ, სადაც მავთულხლართი მხოლოდ იმდენად იყო გარღვეული, რომ კატაზე მოზრდილი მასში ვერაფერი გაძვრებოდა. ესროლე! ღრიალებდა პანოვი, როცა მიხვდა, რომ ხელიდან უსხლტებოდი. მიდი დროზე, გაძვერი, მიდი! და შენ რა სიზამ? მხრებში მოვკიდე ხელი ჩემს გადამრჩენელს. მიდი მეთქი! დამიყვირა გელამ და ვიქტორას თოფმაც დაიქუხა. უკვე როგორღაც გამძვრალი ვიყავი ფორთხვა-ფორთხით და პანოვის ეზო უკან მქონდა მოტოვებული. მივრბოდი, მაგრამ
ისეთი სამარცხვინო შეგრძნება დამეუფლა, თითქოს კუდა მოძუებულს ბრძოლის ველზე დაჭრილი თანამებრძოლი დამეტოვებინა. თითქოს კი არა, მართლა ასე იყო, მაგრამ უძლური ვიყავი, თუნდაც რამე შემეცვალა და კინოფირივით გადამეხვია მომხდარი უკან. პანოვის კარმიდამო ნელ-ნელა პატარავდებოდა. ბოლოს კი იმდენად უკან მომრჩა, საერთოდ გაუჩინარებულიყო. ნოდარ მაჭარაშვილი, მოსკოვი, თბილისი. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო წარმოგიდგენთ ახალ და საინტერესო წიგნებს. პროექტი მომზადებულია სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი კობაც ხაკაია.